Selfie მე და ჩემი პატარა პრინცესა selfie. საღამოში და დიდი ის არის ეს ინდაურების საჭმელი, მაგრამ ტიტილებსაც ვაჭმევ ხოლმე და ცოტა დაუმტვრიერო, შეჭამა ნადვილად. აქ ცოტა წყლით დავნამავ. ნინოს უჭმევია, ეხლა უნდა მეთქო ვაიმე არა ჭამა შუადღით თქო. დღეს ცოტა ადრე მოვედი სახლიდან, კაი 1 საათი ნახევ სახლიდან. კაი 1 საათი ნახევარია რაც მოსული ვარ. ხოდა. ეხლა რომ ისა ვქნა, ნუ მივყვე. გამოვა ისე რომ უბრალოდ გამოდის ისე რომ ანუ სამსახურიდან მოვდივარ პირდაპირ წვები და ვიძვიდებ და აღარ მინდა ეგრე. ძალიან რაღაცა გამოდის და არ მინდა მასე. ჭამეთ ბავშვებო. რა იყო ტუპი? ესე დავაფინოთ და ეგა. დავაფინოთ არის თუ რაც არის. ესე იგი რაღაცამ კოღო არ ამკმენდა ხოლმე, მაგრამ გეფიცები ეს ერთი კვირა დამალილავა მგონი კო. ვერ ხედავ რომ კოღო მკმენს, მაგრამ ნაკმენები მაქვს ფეხებზე და რავი მეზობელი არ გამოიპარება. ხო. პირველ რიგში გვეთგეტყვი იმას რომ ავიწონე. მაგრამ ანუ გრამი არ მაქვს მოკლებული. ერთი კვირის ფონზე. მაგრამ აი ეს ქონდა სრულიად შემოტკეცილი. აი სრულიად შემოტკეცილი და ხარვით. რამდენად ჩანს, რომ კი იწელება ეს და რაღაცა. მაგრამ ანუ ფართედ მაქვს რა. ხოდა ჯანდაბას ანუ არ უყრიფ არხმარს იმის გამო რომ სასწორმა არა ჩვენა არ უყრიფ არხმარს. ერთი კვირა წინ გვაქვს კიდე. ვერთო ფეხები დამეხა. სანამ ეს აწეწილებელი იქნებით, საერთოდ არ ვიცხოვე, სად ვიხდი და სად ვიცმევ ტანსაცმელს. პადუაში გამოვიცვალეთ ეხლა. იცი რა მჭირდება? წვიმა. გულამაზად გადავკიდე, იყოს. სასწრაფოდ ჩემს გუნება განწყობილება სჭირდება წვიმა, ისე სჭირდება ისე რომ რა იყოს. იმიტომ რომ ეს მზე უკვე ძალიან მოსაწყენი გახდა ჩემთვის და ჩემი გუნება განწყობილებისთვის არ შემიძლია ეს ამდენი მზე. მიყვარს კაი ამინდები, როგორ არა, სულელი უნდა იყო რომ რაღაცა თქვა რომ ვირა არა. არა აღარ მინდა. ნახე ეს არის ჩიხოლი. და ჩემს კაი ქალობას გაჩვენებ ეხლა. საეცხის დარეცხვა მინდა, მაგრამ წყალი არ მოდის და ბაკი მაქვს ნახევრად. ამიტომ დაველოდოთ ან ამაღამდელ დღეს, თუ ღამეს ან კიდე ხვალინდელს იქნებ მომდის წყალი. და ეს ჩიხოლი ჩავდოთ დაუთოვების გარეშე. თქვენ არ უთხრათ არავის და მე კიდე არ ვეტყვი არავის ნამდვილად. ყავა მინდა. სახლში რომ საჭმელი შევჭამე, ყავას დავლევ ხა და დღევანდელი დღეავით მოიწურა ჭამას მის ვლოგი. ხო გადავწყვიტე უკმანგები დავდო ხოლმე სამსახურიდან. ჩემთან აფშობლებთან ერთად. არა ეს ისე ვთქვი, ახლა რა თქმა უნდა ისე ვთქვი, ხა თქვენს მივხვდებით. მაგრამ წამიერად ვითომ გავახარე ჩემზე მზრუნველი ხალხი, რომელსაც ერთი სული აქვს. ერთ წამია იმას შევდებ, არ გადატყაპანდეთ. რომელსაც ერთი სული აქვს ჩემი უკმანგი ხილონ. ელესივცეში.
თუ რაცა ქვია მაგას ისე ჯარი დაგეწოთ თქვენ რა ჩემი მოკმენგი კი არ გინდათ მოდი ერთი შევაცდინოთო ესაო რა მე რა კარგად ვიხალისოთ მოკმენგი არა ჯანდაბაო ეს იგივე სიტუაცია ხარ ხო ეგეთ რაღაცებზე აცრილი ვარ ნუ გამიწერთ ანუ ვიცი უკვე ვის უხშენი უხარია და ვის წყინს ვინ გიკრავს ტაშს ვინ გეუბნება შენ შემოგევლეს მაგრამ ზუსტად იცი რომ ის შემოგევლი არ არის ვიცი ხარ ხო 6 წელია მაგას მიჯნავ ერთმანეთისაგან ჯერ ხო ის იყო ის ხალხი იყო ძალიან ხაირი რაღაცა მიკვირა მაგრამ კოღوارი იყო რაღაცა იყო სხვა ჯერ ხო ის ხალხი სად არის ვაიმე ანგარიშის ნომერი დადე რა ერთი სული მოგჩა გირიცხო ისე ჯარი დაგეწოთ მეორეც კიდე თქვენა ხო მართალი ვარ ავადუღოთ ყავა ცოტა ყავა დავლიოთ და გუშინდელი არ მოსვლა გავაორმაგოთ პროსტა გავანეიტრალოთ რადგან გუშინ არ ვიყავით თქვენთან ერთად იმიტომ რომ საღათას ძილით დავეცინა კარგად დაღლილს შვიდობა გააქვს ეს ყავა მინ მოიტანა ლიანა იყო უნალექო ბარბარისთვის მოვხდები ლაშას დეიდას უნალექო ყავას ხავს ციუს ბარბარე და მაგას ეს რატო მინდა მეორე გოგო ვაიმე ბაზრობაზე გამოგვიყვანა რა იქ ერთ-ერთმა უფროს გამოყავართ ხოლმე და დღეს უფროსი არ იყო და დისტრიბუტორი რომ მოვიდა როისაც მიაქვს ხოლმე თევზი თბილისის მხარეს მიდიოდა და ჩვენც მაგ დროს და მაგან გამოგვიყვანა ვაიმე რა ხდება ბაზრობაზე წარმოგდგენაც არ მინდა რა ხდება ბაზრობაზე და რა ამბავია ბაზრობაზე ვერთო რა ფული გაკეთდება ეხა იქ და რა ფულს დახარჯავენ შობლები აი ხა ნახე ეს ხო ვარ დაყრდნობილი და ნახეთ აი ეს მქონდა სრულიად სავსე აი ხა ესე რო თქვა ხალხი გონიერ ვაიდე ხალხი პირო მქონდეს მადარი ხალხო цаრიელია და ეს სავსე იყო ხოლმე და როგორ დაუჯერე ხა იმ სასწორს ოღონდ მართი დაიცადე ანუ არ შესულთქული ვარ არც არაფერი აი გონია რა ეგ ტაკ არა მჯერა სასწორ არა სასწორ როგორ არ მჯერა მაგრამ წერა კაი კომენტარი დამიწერეთ რომ ანუ ფორმები წყლის ხარჯზე გაქვს დაკლებულიო და ფორმები იცვლებაო და მართლა ვიზუალურად ვატყობ ჩემ თავს რა რომ მართლა ესია და ვანახებ სასწორსაც თუ ეგრე არ არის ვერ დამიგდებს რა мотиваციას რა მაგრამ აი დღესო დაკლებული მქონოდა რაღაცა გრამები უფრო მაკა იქნებოდა მაგრამ აი ჯინში ჩაუდექი რა ჯიბში ჩემს თავს არ არსებულია მესამე კვირა დაიწყო ხახნუ აი ზეკავრო იტყვიან ოღონდ არც მშიერი ვარ არც ამ წყური არც ამ შია არც იმას განვიცდი რომ ვაიმეს როგორ მინდა ვჭამო და ჭამ ინდეს რამდენი საჭიროა საარსებოდ აი ეგ მორჩა ხა იქით გადავიდე მაგრამ იქ რო გადავიდე ვიცი რომ კოღო გადამჭამს სადმე დავიჭდეთ რა ახლომა იქ აი კუდას ხარეს რო გადავდიედი ხოლმე ჩემი კუდას ხარეს კოღოები არიან შეიძლება ორმა დაგიჭიროს და მესამემ გიკმინოს აი ეს ბავშვი რო ამბობს ზუსტად მას ცაური წუთი ხმაზე ვატყობ ხოლმე რომ არ მადოდეს თა უი მართლა ჩვენთან სოფელში ხო ბევრჯერ მithქვია რომ არის ჯგუფი აი ეს ხიპი არ გეგონოთ ხალხო ეს ნაჭერია მასეთი ლეიშმანიოზი არისო მოდებული სოფელშიო ძაღლი მომიკვდა მაგითო რა ხდება მარტყოფში ჯგუფი გვაქვს ჩვენ სოფელში რომელიც ძარმაგრად მუშაობს ხო და იქ წერს ერთ-ერთი რომ ლეიშმანიოზითო და მომიკვდაო ძაღლიო მიუხედავად იმისაო რომ ყველაფერი გაუკეთეო მაინცო
ყველაფერში გაკეთება არის ყველაფერი გაუკეთე ნიშნავს რომ წამალი, მაზები, ნემსები პლუს ვეტერინართა მკურნალობა. მაგრამ სამწუხაროდ ძაღლი ვერ გადავარჩინეო. და იქაო მითხრესო კლინიკაში მითხრესო რომ მარტყოფიდან მეორე ძაღლია ეს რომელიც მოკვდა ამ დიაგნოზით. მიუხედავად მცდელობისა გადარჩენის. დამაინტერესა სიმპტომები. თქვენ იცით რომ მე რამის 3 თვეა ვიბრძვი კუდას გადასარჩენად. ვიბრძვი ცოტა ისეთი ნათქვამია, მაგრამ მაინც. იმიტომ რომ მაზები, წამლები, ნემსები, ჭამა, ყველაფერი. ხო და დამაინტერესა რა რომ მეთქი როგორია ეს ლეიშმანიოზი რა დაავადებაა რომ თან ესე მოდებულია ცოტა ეგ სიტყვა ძალიან ისე მესმის ხოლმე რა ესე იგი მოდებულია ეგ ნიშნავს იმას რომ ხო რა ვიცი რა 100-დან 90 ძაღლი მაგით არის წესით დაავადებული ნუ რა სუდად მომხდა და მაგრად დამაინტერესა რა იყო ეს სიმპტომები რა და ამბიცია თუ ბიჭი იყო მე მგონი რომ ესე ეწერა რომ სიმპტომებიო ჩამოთვალე ერთ-ერთს ეწერა და ასე ეწერა რომ გახდაო აი ეგ ერთსლა კანიო 200 კოპტადის არ უკმენდა ხალხო ნუ რა ვიცი უკვე რავი აღარ არის ხები დასაკვირი ჩემთან რომ მოცვიდნენ არისო გახდომაო სასწაულად აი ძვალი და ტყავი უნდა ნახე კოღებს არ თქვენ ხედავთ თუ არა ხალხო შეიძლება წაგათრიო რა იყო შვილო შესალოცი გამხადა გაცვენა ბეწვის სიგამხდრე შიმშილობა თვალების გუგაში სითეთრე და სიბრმავე მოკლედ რო ახასიათებდა ეს ბიჭი ამ დაავადებას მეგონა რომ კუდაზე ლაპარაკობდა იმიტომ რომ რა სიმპტომით ჩამოთვალა აბსოლუტურად ყველაფერი ჰქონდა კუდას მე არ წამიყვანია ვეტერინართან არ წამიყვანია კლინიკაში ისე ვიმკურნალეთ რა რომ იტყვია თუმცა რა სიმპტომებიც ჰქონდა და რაც მოგვწია ვეტექიმა ყველაფერი გავაკეთეთ და მინდა ეხა რომ დაუწერე რომ ჩემი ძაღლიც მაგით დაიღუპა თქვენ იმიტომ რომ რა სიმპტომებით ჩამოთვალა ხალხო ყველაფერი ემთხოვდა მაგას მართლა სანამ ბეწვი გასცვიდებოდა აი კოღოების ყურებით დავიღალე სანამ ბეწვი გასცვიდებოდა თვალებში შევატყე სითეთრე მერე ის პერიოდი იყო რომ ისა იქ კარალიოკი ჩამოცვივდა რამდენიმე და იქ ჭამს ხოლმე რომ მორბილდება მაგ კარალიოკს და ჯერ კი სად არის კარალიოკი მაგრამ მაინც და რომ ცვივა ხოლმე იმის ხმაზე რეაგირებდა და აი ესე ავიღე და მივედი ახლა ისე რომ იდგა მიყურებდა მაგრამ ვერ მიყურე ვერ მხედავდა სანამ ეს არ დავაბრახუნე და მიხვდა რომ იქ ვიღაცა იქ და მაგით მივხვდი რომ ნენელა მხედველობა წაერთვა მე სიგამხდრე დაეწყო ერთადერთი უბრალოდ ასულდგმულებდა რომ ამ ჩამონათვალიდან ჩემი ძაღლი ჭამდა მართლა ჭამდა ხალხო აი მაგრად ჭამდა და თან თქვენ ხო იცით რომ მე ვუყიდე სპეციალური საჭველი და უკვე თვეებია მაგაზე მყავს რომ მინდა რომ ძაღლი რო ყავს მოუარო მიხედო და რაღაცა შეუნზუბუქო რა იმიტომ რომ ვაბავდი არ მომწონდა მაგრამ ვაბავდი სხვანაირად არ შემიძლია მაგე 200 ბავშვი დადის და არც ერთ ბავშვს არ დაიმასწავდა რომ აი აშინებდა უყებდა და იწევდა უზნეო იყო მაგ მხრივ რა ერთ სიტყვით ხო და დავუწერე რომ ანუ იცი რატო დაწერა ამ ბიჭმა რომ მისახედიაო რა ეს არის გადამდები და ხალხო ეს თურმე ადამიანის გზასაც ედება და საკმაოდ რთულად მოსარჩენია იმიტომ რომ მე დავგუგლე და მაინტერესა რაღაცა და
ესე იგი, იგივე ანალიზები აქვს ადამიანს, როდესაც ლეიშმანიოზი აქვს გადადებული ძაღლისგან, თუ რავი, ცხოველისგან, რა ანალიზებითაც დადგინდება, რომ ანუ გაქვს სიმსივნეო რა. არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ რამდენიმე სტატია წავიკითხე მაგის და ზუსტად ანალოგიურები ეწერა, რომ ანალიზები რო ჩააბარო მაგ დროს, გეტყვი რომ გაქვს სიმსივნე რა. ერთი მე ხა მართლა შემეშინდა იმ სიტუაციაში, რომ შეხება, ანუ არ ვეხებოდი ძაღლს, ვერ შეეხებოდი ფიზიკურად, გეშინოდა, რომც არ ვიცოდი რა დიაგნოზი იყო, მეშინოდა. ხო და მე კიდე ეგ ადგილი სულ მოვასუფთავეთ და დავწვით, ყველაფერი დავწვით, ანუ შემეშინდა ხა კატა რაღაცა გაიაროს, გამოიაროს, გადაედოს, მე მოიტანოს სახში, ხო ძალიან საფრთხილო თემა რა და ამ ბიჭმა დაწერა გადადებასთან დაკავშირებით ძალიან საფრთხილოა რომ მოდებულია და ანუ ესეთ დროს ხდება თურმე დამუშავება, შეწამლა. და ყველაზე მაგარი ის სასაცილო მიზეზი, რა სასაცილო ზოგადად რამდენიმე იწვევს ეს კოღო. აი ხა რომ დავდევ კოღოს და დამტრიალებს და ვეღარ მოვიცილე. უშენი. კოღოს ნაკმენით ხდება ხალხნო. ხო გამიკვირდა რომ როგორ შეხვდა მეთქი რა შეხვდა რომ ეს მსგავსი ძაღლები მეთქი თქვი რომ დადიან გარეთ ან მოძრაობდნენ გარეთ ეგეთი გამხდარი გაუბედურებული ძაღლები და როგორ შეხვდა თქვი იმიტომ რომ ურთიერთობა მაგ ძაღლებთან არ ქონია აი არც ირიბი არც პირდაპირ არაფერი შეხება არ აქვს და არ გამიშვია იმ პერიოდში არც აშვებულა იმ პერიოდში როდესაც ეს დაემართა და რითი ხდება კოღოს ნაკმენით კოღო მივიდა უკმინა იმ დაავადებულ ცხოველს მერე მოვიდა და უკმინა საღ ცხოველს რომლის ხორთუმითაც თუ ნაკმენითაც გადავიდა იგივე და ეს თავისუფლად შეუძლია იგივე იმას აი ხა კოღომ რო დამალურჯა ნაკმენი იყოს მსგავსი ტიპის ცხოველის და მერე უკმინოს ადამიანს რომელზეც ჩვეულებრივ გადადის თურმე ერთ-ერთი მიზეზია კოღო რომელიც ამ პერიოდში ძალიან რავი. ხო გეუბნები დამალურჯა რა, მიუხედავად იმისა, რომ კოღო არ ამკმენავდა, ხალხი თავისუფლად ვამბობდი, რომ კოღო არ ამკმენს, არ კვეს, რა არ კვეს, ფილოსავით მაქვს ფეხი. ხო და გუშინ დავწუნდი, რომ კუდა მაგით არის დაღუპული. ლეიშმანიოზით მომიკვდა, იმიტომ რომ ყველანაირი სიმპტომი ყველაფერი სიმპტომი ემთხვევა მას. და უბრალოდ მოვალე ვიყავი მეც რომ დამეწერა რომ სავარაუდოდ არ გამის მიქნია რაც ჩამოთვალეთ ჩემი ძაღლით მაგით მოკვდა იმიტომ რომ იქ თუ ვიღაცამაც დაწერა ჩემიც რომ თუ ესეთ დროს ხდება სოფლის შეწამლა თუ დამუშავება თუ რაღაცა მართლა საყურადღებოა ჯერ ის რომ უამრავი უპატრონო ძაღლი დადის და კაცმა არ იცის რა როგორანაირად და ბავშვები საშიშია რა ვიცი იგი მართლა ამ კოღოს გადა რაღაცა დალურჯებულები დადიან ბავშვები და უაიდა იყოს რამე ესეთი ხოლმე და შეიწამლოს ყველაფერი თან სასწრაფოდ იმედია რა ვიცი თუ ესეთ დროს ხდება ყურადღების მიქცევა აუცილებლად მიაქცევი ოჰო რა ყავა ღმერთო ჯანმრთელობა შენხელებს აი ხაი ჩემი ხელი რომ დავინახე აი მაშინ ნახეთ აი ამ კუნთის ხას თუ უყურებთ აი ეს არის ფორმის შეცვლა სხვა კი არაფერი რაც მე ეს დავიწყე ჭამკვების ყურადღება ის არა დიეტა არა კვების ყურადღების მიქცევა დავიწყე ვარჯიშიც და აი შეხედე არ მაქვს განტელები, მაგრამ მაქვს რა დებილი ხარ ყველაზე გებრიელი დაყარა. ბუეტი ხარა. მაქვს 1 ლიტრიანი ნაბეღლავის ბოთლები, ყვითელი ქვიშით სავსე, საკმაოდ მძიმებია. ვარჯიშობ, როცა არ მეზარება მაშინ. ძალიან კარგია მემთვის. მოკლედ ხვალია ჩემი ბოლო დღე ამ კვირაში მუშაობის. ზეგინდელ დღესაც გადავაგორებ და ზექხოს სახში ვიქნები.
სავარაუდოდ თუ რავი, ну ყოველ შემთხვევაში დილით სახში ვიქნები. აუცილებლად უნდა გადავათვალიერო ნინოს ტანსაცმელი რა აქვს და რა არ აქვს სკოლისთვის. ძირითადად ბევრი რამე არ აქვს და ვაპირებ რა 1-2 ჯინსი ვუყიდო შარვალი. 1-2 სპორტული, ერთი რამდენიმე სახლისები აქვს ქვეყანა. ერთი სამცალი სპორტული შარვალი და გზემკლავიანი ზედები მინდა ვუყიდო. რომ შორენას ყბიდან ამოვიდე. და დაგვრჩება ბარბარე. ბარბარეს კი ვფიქრობ ჯერ ლილოში წავიყვან. იმიტომ რომ ჩანთა უნდა, არ ვიცი რატო უნდა ჩანთა, არა ზურგის, ხრის. უბრალოდ იცი როგორ თქვა, ხარის და ხრისაც არის და ზურგისაცო. მე ძალიან ვეწინა აღმდეგები ზურგის ჩანთებს სკოლის ასაკში. იმიტომ რომ ყველა მიცით სკოლის წიგნების რაოდენობა და სიმძიმე და ყველა მისის კარგად ვიცით როგორი არის ცალმხარესაკიდული მოზარდის მხარი. მით უმეტეს ბარბარეს უმაგას ვეჩხუბები წელში გასწორდი. ну ყოველ შემთხვევაში ვუყიდი იმას რაც უნდა. ჯერ კიდევ მოკრები შენ თავს დააბრალე მეთქი, მაგრამ მაგით არ გამოვა რა, ანუ ესე ვერ ჩამოიწმენდა ხელებს. დავაკვირდები, როგორ თქვი დავინახავ, რომ ან ბევრი უდევ, ან მაგრამ რა ვიცი, ის ჩანთად, ზურგ ჩანთად სულ სამხარეს ეკიდა ხოლმე. ну ყოველ შემთხვევაში რა ვიცი, უნდა და ვუყიდი. მაგრამ ნახოთ რა ვიცი რა. თან არ მინდა რომ შეწინააღმდეგება გავაკეთო, რომ მართლა ისეთი სიტუაცია არის რა, რომ აი ჩვენ დედა რო წაგვიყვანდა ხო, აი იყული. აქ რო არ დაჯდე, აქ რო არ ვიკინო, ვერ ჩაგარტყავ, თითზე მეჭდა. აი, კარგად აგაქვს, რეტყვი არა, დიდი მაქვს. მაგრამ კარგად, მემრისაც კარგად გიქნება, ნუ ეგ ხო არ ვეტყვი. ხო და ნინიკოსაც მინდა რომ ჩანთა უყიდო, ოღონდ ცოტა ისეთი რა. აი ეს უნდა დავდგა, რომ ეს მივასიკუდილო, ვერ წავდგა ამოხერს. გაბუში, ხალხო, გავცოცხალი გაბუში. ნინასაც უნდა უყიდო ჩანთა. ოღონდ ცოტა მუქი. რომ გარეცხვა აიტანოს. უბრალოდ ვარდისფერები და ღია წითელი ჰქონდა რაღაცნაირი წითელი ისე რომ ჭუჭყი ეტყობოდა რა. და აი კვირაში ერთხელ, ორ კვირაში მაქსიმუმ 2 კვირა გამექაჩინა რომ არ გამერეცხა და მე ხშირად რო რეცხა ფუჭდე. გაწმენდა არ შვების. ხო და მინდა რომ აი ისეთი ჩანთა უყიდო რომ 2 კვირაც გაძლოს და 1 თვეც გაძლოს რომ არ გარეცხო და გაწმინდო რა ესე რა თუ ძველი ზანავისკის ნაჭერი რომ ძალიან მაგრეთი წვინება მაგით. ძალიან ერთ სიტყვით ესეთი გეგმები მაქვს ნახოთ. და გემშვიდობებით ხა მომავალ ვიდეომდე რომ ძალიან დიდი ვიდეო არ გამოვიდეს და ვფიქრობ რომ ნენელა დავიწყებ ხა უთოსაც. ოღონდ რა თქმა უნდა რამე იმას ფილმს ჩავთავ. თუ სერიალს თუ რა ვიცი რამის რა. ის ეშერეფის სიზმარს რასაც ვუყურებდი, მორჩენილი არის სეზონი, ჯერ არ დაწყებულად, ეხა უნდა დაიწყონ გადაღება და მაგიტო ვერ ვიტან ხოლმე, როდესაც დაუმთავრებელ რაღაცას ვუყურებ, ხოლმე რომ მე მიწევს ლოდინი. და ეგ არ მიყვარს. რა ლამაზია, ხალხო, მოკვდა და რა ლამაზია. შავი თეთრი კოპლებით. წავედი აბა ჰედა აბა მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით. კარგად.